დღეს თბილისის მერობის ოპოზიციის შეთანხმებული კანდიდატი ირაკლი კუბრაძე ისნის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატ გიორგი სიორიძესთან ერთად ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. მათი განცხადებით, მერვე ლეგიონის მოსახლეობას ავარიულ სახლებში უწევს ცხოვრება და საცხოვრებელი კორპუსების ნაწილი იმდენად ავარიულია, რომ შესაძლოა ნებისმიერ დროს ჩამოინგრეს. ადგილობრივები მერობის კანდიდატს მძიმე საცხოვრებელი პირობების შესახებ ესაუბრნენ და სთხოვეს, რომ გამარჯვების შემთხვევაში მათი პრობლემების მოგვარებაზე იზრუნოს. ძლიერი საქართველოს ლელოს საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი მთავარი საკითხი სწორედ 10,000 ავარიული სახლის პრობლემების მოგვარებაა. ჩვენ ვიმყოფებით ახლა მერვე ლეგიონში, რომელიც ძირითადად განაშენიან და 60-იან წლებში აქ საცხოვრებელი სახლების უმეტესობა არის ამორტიზებული, მათი ექსპლუატაციის ვადა აქვს უკვე გასული, ახლა სადაც ვართ ეს არის განსაკუთრებით მძიმე დაზიანების მქონე სახლები, მეოთხე კატეგორიის ავარიული სახლები არის. იმყოფებოდით თვითონ სადარბაზოებში, ოჯახებშიც შევედით. წარმოუდგენელ პირობებში უწევთ ადამიანებს ცხოვრება, ყოველდღიურად ისინი არიან თავისი ჯანმრთელობის და სიცოცხლის ფასად. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი იქნება ავარიულ სახლების ჩანაცვლება, სწრაფად ჩანაცვლება, მილიარდლარიანი ფონდი, რომლითაც დეველოპერებთან ერთად თანამშრომლობის პირობებში აუცილებლად სწრაფად გავიყვანთ პირველ რიგში მოქალაქეებს, შესაფერისი, შესაბამისი ქირის ანაზღაურებით და სწრაფად მოხდება ჩანაცვლება. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ უბრალოდ ძალიან დიდი ტრაგედიის წინაშე დავდგებით დედაქალაქში.